Ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე საკანონმდებლო ორგანოში ფიცს ხვალ 29 დეკემბერს დადებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სხდომათა დარბაზში საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ცერემონიაზე მმართველი გუნდის ოპონენტები არ იქნებიან. პრემიერ-მინისტრის შეფასებით იგივე რადიკალური ოპოზიცია 6 წლის წინაც აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ინაუგურაცია ჩვეულებრივად ჩატარდა. ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილებას ღირსეულად შეასრულებს. გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და რა თქმა უნდა შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას. 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ეხლა 6 წლის თავზე სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს. ხო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. რა თქმა უნდა, ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია. დღესაც მოხდება რა თქმა უნდა იგივე. პარლამენტში ფიცის დადების ცერემონიალისთვის ტექნიკურად ყველაფერი მზადაა. საზეიმო ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილია საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელზეც 100 წლეულების განმავლობაში ყველა პრეზიდენტი ფიცს დადებს. ხვალვე საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზიდან საზოგადოება მე-6 პრეზიდენტის პირველ განცხადებასაც მოისმენს. მნიშვნელოვანესი თარიღია 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში, რამე თუ სწორედ ამ თარიღში ხდება ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკა ჩამოყალიბების პროცესის დასრულება, იმდენად, რამდენადაც არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადება მოხდება მთელი საზოგადოების წინაშე. მართლაც ისტორიული დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის. პირადად დარწმუნებული ვარ და დამერწმუნეთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებით. ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს, რომ დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს ის შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია, რომელიც არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პერიოდში, არამედ ზოგადად ბოლო 10 წლეულებია ამ ინსტიტუტს მიაყენეს შეურაცხყოფა, კონსტიტუციას მიაყენეს შეურაცხყოფა. თავარი ამოცანა რაც აქვს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს არის ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაბრუნდეს კონსტიტუციურ ფარგლებში და აღდგეს ინსტიტუტობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, რომელიც საბოლოოდ სრულად დაუკარგა სალომე ზურაბიშვილმა უკანასკნელი წლების განმავლობაში, როცა არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და როგორც ჩანს გეგმას ახლა უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩაიდინოს სხვა თავის თანამოაზრეებთან ერთად. რაც შეეხება პროცესებს, როგორც შეიძლება განვითარდეს, ბუნებრივია ეს არის დამოკიდებული მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის კეთილგონიებაზე. ხელისუფლება მე-6 პრეზიდენტზე დიდი მედებს ამყარებს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი მხოლოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და რაც მთავარია, პრეზიდენტის ინსტიტუტს, კონსტიტუციურ ფარგლებს დაუბრუნებს. საპარლამენტო ქვეყანაში სიმბოლიზმიდან გამომდინარე პრეზიდენტი თავის ფიცს ქართული ხალხის წინაშე და ღვთის წინაშე კონსტიტუციისა და ბიბლიის გამოყენებით და მეშვეობით რა თქმა უნდა დადებს პლანურ სხდომათა დარბაზში. საბოლოოდ შეუდგება სრულად უფლებამოსილების განხორციელებას არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ადამიანი, რომელიც დგას უმძიმესი გამოწვევის წინაშე. ამ ადამიანს როგორც ღირსეულ კაცს და ქართველს აკისრია დიდი მისია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნოს. იგი არის გამორჩეული პატრიოტი ჩვენი ქვეყნის და არ არსებობს ფიზიკურად ადამიანი, ვინც მას იცნობს, ან ახლოდან იცნობს, ან შორიდან იცნობს, ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა და ვისთვისაც ის ღირებულებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის რეალურად ქართული ღირებულებები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება, ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იგი ძალიან კარგად გაართმევს პრეზიდენტის რანგში თავის უფლებამოვალეობებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არ აღიარებენ და ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მანამდე მათივე მრავალგზის შეურაცხყოფილ კონსტიტუციის დამრღვევს სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ.
ჩვენ ვნახეთ არაერთი მსოფლიო ლიდერის განცხადება, რომ ქართული ოპოზიციის მსგავსად ისინი აღიარებენ მხოლოდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას და მასთან გააგრძელებენ ურთიერთობას როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტთან 29-ის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ ყველა თვალსაზრისით გავიზიარებთ იმ საერთო ოპოზიციურ გეგმებს და რაც მთავარია იმას, რასაც პრეზიდენტი დასახავს. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს ამერიკული მოდელით არაპირდაპირი გზით საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია.